ხალხი ეს არ არის უბრალოდ საღებავებით შექმნილი რამე პორტრეტი, პეიზაჟი და ასე შემდეგ. ადამიანი როდესაც უყურებს ხალხს, ხალხი უნდა იყოს განჭვრეტილი სულიერებით. ხალხი არის სარკმელი სასუფეველში, სადაც განახებს ღვთისმშობელს, სადაც განახებს წმინდანებს, სადაც მაცხოვარს განახებს. ეს უნდა იყოს ხალხი. ჩვენი მზერა არ უნდა ჩერდებოდეს უბრალოდ აი ამ საღებავებზე. კილოზია შესრულებული სამუშაო თუ ფიცარზეა, ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი მზერა უნდა ცის სანახაობებს დახულობდეს. ხალხის იქეთ უნდა შენ წმინდას ხედავთ. აი ესეთი განცდა უნდა გქონდეს ჩვენ და დღევანდელობაში ესეთი განცდა არ აქვს და რაღაცნაირად იციან ხოლმე თვითონ თაყვანისცემენ ხალხს, განაცუდია, მაგრამ არასწორად თაყვანისცემენ ხოლმე. ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ ვართ ხატი უფლის. თვითონ უფალმა შექმნა არა საღებავებით შემოძიფასა, არამედ ხორცით. ხორცით შექმნილი ხატი ვართ ღვთის ხელიდან. და ახლა რა მინდა გითხრა და რა მინდა გთხოვოთ და რა მინდა რომ დაიმახსოვროთ. ყოველ ადამიანს, როდესაც უყურებთ, თქვენ უნდა დაინახოთ ხატება ღვთისა. და თუ კი შენ აი ამას გააცნობიერებ, რომ ყოველ ადამიანში ხედავდე უფალს, მაშინ საოცრება მოხდება ნებისმიერ ადამიანში. როგორც ხატთან გვაქვს დამოკიდებულობა როგორი სიყვარულით, როგორი მოკრძალებით, როგორი მოფერებით, აი ესეთი დამოკიდებულობა გვექნება ნებისმიერ მოყვასთან. ჩვენ ადამიანები ხატი ღვთისა ბევრად მნიშვნელოვანი ვართ და ბევრად ძვირფასი ვართ ნებისმიერ ხატზე, რომელიც არის შესრულებული ტილოზე თუ ფიცარზე. რადგან თავად უფალმა შექმნა თავის მსგავსად და თავის ხატად. აი შემთხვევა არ ქონიათ, რომ ვინმე ესეთი უღმრთო ადამიანისგან, უღმრთო ადამიანის ხელში ჩავარდნილი ხატი არ გინახიათ, როგორი შეურაცხყოფილია, დახეულია, გაბინძურებულია. რო დაინახავ ამას ხო გული გტკივა, ხო? ნებისმიერ ადამიანს ეკნება გულისკივილი ალბათ. და როდესაც აი ამ ხატს აიღებ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სათანადო პატევი მიაგო, გაასუფთავო, აღადგინო და ასე შემდეგ. აი ესე უნდა უყურებდეთ ჩვენ ერთმანეთს. როდესაც ადამიანში ნაკლოვანებას დაინახავ, ხელი კი არ უნდა გრა, არამედ უნდა დაინახო, რომ ეს არის ის ხატი, რომელიც ხატიც არის შეურაცხყოფილი, როგორც თუნდაც მაცხოვრის ღვთისმშობლის და წმინდანების ხატს მოეფერები და მოუვლი და გაასუფთავებ, აი ესე უნდა ვზრუნავდეთ ჩვენ ერთმანეთისთვის. ესე უნდა ვზრუნავდეთ ჩემო ძვირფასო. ეს არის მართლმადიდებლობა. ეს არის მოყვასი სიყვარული, ერთმანეთის სიყვარული ეს, სხვა არაფერი არ არის. აი ერთმანეთის ხილვით უფალი გვასწავლის, რაღა თქმა უნდა ჯერ ერთმანეთის სიყვარულს და შემდგომ უფლის სიყვარულს. გამორიცხულია ჩვენ ღმერთს ვერ შევიყვარებთ, თუ ჩვენ ერთმანეთის სიყვარული არ აგვაქვს. ერთმანეთს პატივიცეთ, ერთმანეთი შევიყვაროთ და ერთმანეთი დავინახოთ, ღმერთი დავინახოთ ერთმანეთში, ვის ხატათაც ვართ შექმნილები. ყოველ ქალბატონს რო შეხედავ, დაინახე ღვთისმშობელი, იმიტომ რომ ნებისმიერი დედა ქალბატონი ხატია ღვთისმშობლის და მსგავსია ღვთისმშობლის და კაცის მსგავსია მაცხოვრის. საკმარისია მამაკაცმა წვერი მოუშვას. აბსოლუტურად ყველა ადამიანზეა ესაუბრა, როგორი განსხვავებას არ უნდა ქონდეს. და ყველა მაცხოვრის ხატს ემსგავსება რა წარმოიდგინეთ. ეს არის ძალიან დიდი საიდუმლოება რა ჩემო ძვირფასებო. და მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ეს მადლი მოგმადლა ჩვენ, რომ შეგვიძლია ხატთან მუხლი მოვიყვაროთ, შეგვიძლია თაყვანის ვცეთ, შეგვიძლია სიყვარულით მოვეპყრათ. ჩვენ კიდევ უნდა მადლობდეთ უფალს, მადლობდეთ ღმერთს იმისათვის, რომ ამდენი წმინდანი გამოგვიგზავნა, ნებისმიერი ჩვენი წმინდანები, ვინც ყვავდნენ, მათ გაიკვლიეს გზა და ეს გაკვალული გზა დაგვიტოვეს ჩვენ. იმის გამო, რომ ჩვენ გავიაროთ აი ამ კვალზე, მათ კვალ და კვალ უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ მათ სძლიეს ეშმაკს ღვთის ძალით, მათ გაიმაჯვეს ბოროტის წინააღმდეგ. ჩვენც უნდა გავიმაჯვოთ, ჩვენც ხო ყველანი ბრძოლის ველზე ვდგავართ ხო? ხა როგორ იბრძოლებს მართლმადიდებელი ადამიანი, თუ კი შემზადებული ბრძოლისთვის არ არის. თუ კი იარაღი არ გაქვს, მაშინ რა გინდა? მაშინ არც იწოდები მეომრად, ხო ასე არის? იარაღები რა არის ბრძოლისთვის? ეს არის აღსარება, გულწრფელი აღსარება. ეს არის ზიარება, ლოცვა,
მარხვა. სწორედ აი ეს გვაძლიერებს ბოროტის წინააღმდეგ ჩემო ლამაზებო, ჩემო ძვირფასო. აი ამით დავძლევთ ნებისმიერ ბრძოლებს. მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის, ხარო მათ გვახსოვდეს ჩვენ ვინ ვართ, რატომ გავართ აქ ერთად, რატომ ვლოცულობთ, ვისთვის ვლოცულობთ და რისთვის ვლოცულობთ. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ ვართ ხატნი ღვთის მსგავსად შექმნილი, თავად უფლის მიერ. ერთმანეთს ვცეთ პატევი, ერთმანეთი შევიყვარეთ, ერთმანეთი მივიღოთ ისეთები, როგორებიც ვართ და თუ კი რომელიმე ადამიანში ნაკლოვანობას დაინახავთ, აუცილებლად ასწავლეთ, აუცილებლად ამოუდექით გვერდში, დარიგება მიეცით, ოღონდ სიყვარულით. რადგან დარიგებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გასულ. როგორც ეთქვით ამაზე, არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ, რომ შეიძლება ადამიანს სასიყვარულო სიტყვა უთხრა, მაგრამ ისეთი ფორმით უთხრა, რომ ეწყინოს. და შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო. ოღონდ ისეთი ხმით, რომ ესე ამოვნოს. ან ფაქტობრივად ჩვენზე არის დამოკიდებული. თუ როგორ უნდა გქონდეს ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობის უნარი. ესე ძალიან დიდი მადლი არის ღვთისგან და ეს უნდა მოვიხვიჭოთ ჯერ აუცილებლად. იმიტომ წმინდა მამები რას გვასწავლიან? როდესაც დააპირებო ქრისტეზე საუბარსო, ჯერ შენ შეიყვარე ქრისტე. და შემდეგ მის ადამიანის შეიყვარე, ვისაც უნდა ესაუბრო. და მხოლოდ ამის შემდეგ დაბედე და ქრისტეზე ესაუბრე. აი ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. თუ კი ჩვენ გვიყვარება უფალი, შევიყვარებთ ერთმანეთსაც და შემდგომ უკვე ვექნება ქრისტეს მიერი ურთიერთობა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ ღმერთმა, გაგამრავლოთ ღმერთმა და გაგაძლიეროთ ღმერთმა. იცოცხლე და ითხოვს.